თანამედროვე არქიტექტურა და ეკონომიური პროექტები მაღალმთიანეთში გუდაურის რეკრეაციულ ზონაში არქიტექტურული ობიექტების 57 პროექტიდან ჟიურიმ საუკეთესო 17 შეარჩია. გამარჯვებულად გამოცხადდა ყველა ის ესკიზი, რომლებმაც პირობები დააკმაყოფილა. გამარჯვებული პროექტები არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აიტვირთა. გუდაურში მშენებლობის დაწყების მსურველს წარმოადგენელი ნიმუშებიდან ნებისმიერი ჩამოტვირთა და მშენებლობის დაწყება უკვე შეუძლია. ერთბინიანი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, გესტჰაუზები და სასტუმროები. გუდაურის რეკრეაციულ ზონაში არქიტექტურული ობიექტების საუკეთესო ესკიზური პროექტები გამოვლინდა. 57 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურიმ 17 საუკეთესო შეარჩია. გაიმარჯვა ყველა იმ ობიექტმა, რომელიც გუდაურის კლიმატსა და გარემოს მოერგო. კონკურსის მონაწილეებს სამი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება მოუწიათ. არქიტექტორებმა საკუთარი ნამუშევრები მოთხოვნილ პირობებს მოარგეს. გუდაურის ლანდშაფტის თავისებურებები გაითვალისწინეს და თანამედროვე ტიპის სწრაფად განსახორციელებელი და ეკონომიური პროექტები შექმნეს. არის ეგრეთ წოდებული გესტჰაუსი, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტებზე. აი ეს არის საცხოვრებელი ბლოკები, თუ დაუკვირდებით მთის არქიტექტურას ჩვენთან რაც არის. აი იქიდან ავიღეთ რაღაცას მოტივი, აი კოშკების და ციხეების. არსებული რაც არის, ეგ არის თათუშეთში და ბევრ ადგილას. ხო, იგივე აი არაგვის ხეობაში. ჩემი სასტუმრო არის 130 კაცი გათვალისწინებული. ასევე არის სასტუმროსთვის და ზამთრის კურორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ჩადებული და ჩემი აზრით ესთეტიკურად და გარემოში ჩამსდარი. არის 120 კვადრატული მთლიანად კოტეჯი, ანუ პირველ სართულზე არის საერთო ოთახი, სამზარეულო სველი წერტილით და ზედა სართულზე უკვე მანსარდში. სამი საძინებელი ოთახით და ძალიან კომფორტული იქნება და უშუალოდ ინდივიდუალურად თუ ვინმე მოინდომებს იქნება ესეთი სახლი. თბილისის მერიამ გუდაურის რეკრეაციულ ზონაში არქიტექტურული ობიექტების საუკეთესო ესკიზური პროექტების გამოსავლენად კონკურსი ივნისში გამოაცხადა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა პროექტის ესკიზი თბილისის მერიაში წარედგინან არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა. პროექტის მიზანი გუდაურის არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ტერიტორიის განვითარება და ინვესტიციის მოზიდვა. ერთ-ერთი მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ შეიძლებაოდეს ყველაზე მარტივად ააშენოს. არსებობს უკვე დაინტერესება. ძალიან სასიამოვნოა, რომ თვითონ რაოდენობაც დიდი არის და გამარჯვებულებიც შერჩეული არის სპეციალურად ისეთი პროექტები, რომელიც მოუხდება გუდაურს, მათ შორის აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო კომპეტენტურმა არქიტექტორებმა. გამარჯვებული ესკიზური პროექტები არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. გუდაურში მშენებლობის დაწყების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველი პროექტი ჩამოტვირთოს, შენობის დაპროექტება ნებისმიერ მისთვის სასურველ არქიტექტორს დაუკვეთოს და მშენებლობა უმოკლეს ვადაში დაიწყოს. ხეურ დაინტერესებულ შეუძლია მოახდინოს რამდენიმე პროექტის გადმოტვირთვა და შემდეგ ამის მიხედვით მშენებლობის განხორციელება. თუ რაიმე ცვლილებების განხორციელება დაჭირდება და გადაწყვეტს, რომ სხვა ესკიზური ვარიანტი იქნება შეთანხმებული, შედაუკავშირდება იმ არქიტექტორს და ის მოუმზადებს შესაბამის ცვლილებებს მასში. ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ახალ სეზონს განახლებული არქიტექტურული სახით შეხვდება. საზაფხულო რუბრიკა და ტურიზმი საქართველოში დღეს მოამბის სპეციალური რეპორტაჟი სოფელ სალხინოზე.